კომფორტულად ხარ? არა. რატო? იმიტომ რომ კითხვები შენ უნდა დასვა და გადაცემას უხერხული კითხვები ქვია. და რომელი კითხვის გაშინია ყველაზე მეტად? კითხვის არ მეშინია, შენი მეშინია, იმიტომ რომ ზედმეტად ბევრი იცი ჩემს. ეგ მართალია. და უხერხულობას ზოგადად რა თემა გიქნეს? ახლა აქ მოვედი, ვეცდები რომ თითქმის ყველა შეკითხვას უვასხო. თუ ზედმეტად უხერხული არ იქნება. რეიტინგისთვის გაიხდიდი? გაგიშტინიკა. ყველა კითხვა ასეთია? დაახლოებით. არასოდეს. იმიტომ რომ არ მჭირდება და იმიტომ არა რომ ცუდად გამოვიყურები, გახდილი. ყველაზე უხერხული სიტუაცია რომელიც გქონია. გამოვტოვოთ და მე გიპასუხებ შეკითხვას. როცა საკუთარ თავთან მარტო რჩები. ერთი შეშინებული ქალი ვარ, რომელსაც მუდმივად ეშინია ცხოვრების, რომელიც მუდმივად თვითგადარჩენისთვის იბრძვის და რომელშიც მუდმივად ცხოვრობს 15 წლის შეშინებული თინეიჯერი. როცა საკუთარ თავთან მარტო რჩები, მე ასეთი ვარ, მაგრამ ასეც ვერავინ ვერ მხედავს. თვით ყველაზე ახლობლებიც კი. ხომ ითვლება რომ ძალიან მყარი ფსიქიკა მაქვს, ძლიერი ვარ, შემტევი ვარ. სინამდვილეში მე ვარ 15 წლის შეშინებული თინეიჯერი. პოპულარობა შეცვალა? ძალიან, რა თქმა უნდა. თვითდაჯერებული გავხდი. ძალიან ბევრი კომპლექსი მქონდა, ისევე როგორც ყველას. ხო ამბობენ, რომ ნეტა დროის გადახვევა შემეძლოს და ისე ვიყოთ და 5 წლის არა. ღმერთმა დამიფაროს ისე 25 წლის რო ვიყო და ეს ყველაფერი თავიდან გავიარო. რა მაგარია რომ მალე 40 წლის გავხდები. იმიტომ რომ მე ახლა მჯერა საკუთარი თავისა თვითდაჯერებული. თავშევარდნის პერიოდი ქონდა? თავშევარდნის პერიოდი ქონდა ყველას. როგორი იმკურნალე? შენ ფიქრობ რომ ეს სამკურნალოა? ხშირ შემთხვევაში. არის სამკურნალო, იმიტომ რომ თუ ზედმეტად გაგიგრძელდა ეს დაავადება, დამთავრდება ყველაფერი, თუმცა ფსიქიკისთვის ცოტა რთული გადასახარშია, როდესაც მიდიხარ და გცნობს ყველა შენზე, საუბრობს ყველა მიცის ვინ ხარ და ყველაზე რთული გადასახარშია, როდესაც ყველა გაქებს. ეს ქართული პოპულარობის პირველი ეტაპია და მე გამიმართლა, იმიტომ რომ პოპულარული ადრე გავხდი და შესაბამისად ეს სენი მალე მოვიხატე, როცა შეგნებული ჟურნალისტური ცხოვრება დავიწყე, უკვე პოპულარული ვიყავი და თავში ავარდნით მოყენებული დარტყმა და სილა ცხოვრებას უკვე გაწნილი ქონდა. ადამიანი რომელმაც შეცვალა. სხვადასხვა დროს ასეთი ადამიანები სხვადასხვა სახელს ატარებდნენ. შენ შემცვალე ნიკა. მე? დამხრე. სილაღე მასწავლე. უბრალოდ სილაღეში დამაბრუნე. ბევრი რამის დაკიდება მასწავლე. ერთი ფრაზა გაქვს, შეიძლება არ შეგემჩნევია, კარგი რამაი რა, ესე ამბობ ხოლმე და ვისწავლე, რომ რასაც არ ეშველება, იმაზე არ უნდა იდარდო და თავარია იყო კარგ ხასიათზე და საკუთარ თავთან კომფორტში. მე ეს ვიცოდი, მაგრამ არ გამომდიოდა. ასე რომ შემცვალე ცხოვრებით ტკბობა ვისწავლე შენთან ურთიერთობაში. თუმცა იყვნენ ადამიანები, ვინც ტელევიზია მასწავლა. იყო ასეთი ადამიანი ჩემ ცხოვრებაში. ტელევიზიის ანაბანა ვინც მასწავლა. პირველად კადრში ასე ვინც გამახედა და მითხრა რომ სამყარო აი ამ ჩარჩოშია. და დღემდე მე ამ ჩარჩოში ვცხოვრობ, რომელსაც სინამდვილეში ჩარჩო არ აქვს. უცნაურია, მაგრამ მე ამ ადამიანს მამას ვეძახდი და არასოდეს არ მელაპარაკია მის შესახებ. ერთი ფაქტი მაია ასათიანზე, რომელიც არავინ არ იცის. რა გითხრა? პირსინგი მაქვს. სად? ბოდიში? ძალიან უხერხული გადაცემა გაქვთ. ნუ არც ისე უხერხული, თუ ისეთი ადგილია, მაშინ შეგვიძლია გამოვტოვოთ. არა, ჭიბზე მაქვს პირსინგი და ძალიან მომწონს. ოღონდ ეს პირსინგი არ არის 18 წლის ასაკში გაკეთებული. ვინმესთვის გადაგიბიჯებია კარიერის გამო? არა, ჩემთვის გადაუბიჯებიათ. მე ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს. მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ რაღაც ისეთი არ უნდა გააკეთო, რომელიც უბრალოდ შენ არ გეკადრება, იმიტომ რომ აუცილებლად ბუმერანგებით უკან დაგიბრუნდება. ჟურნალისტური შეცდომები დამიშვია, ეთიკური შეცდომებიც დამიშვია, არასწორადაც მოუქცეულ ვარ, ექსკლუზივის გამო, განსაკუთრებით რეპორტიორობის დროს ყურებზეც დაუმდგარ ვარ. იმიტომ რომ ჩვენ პროფესიაში თავარია, თუ კარს დაგიკეტავენ, ფანჯრიდან გადახვიდე. მაგრამ თავარია რჩე ადამიანად. რას განიცდი ყველაზე მეტად? სხვადასხვა რაღაცას განვიცდი. ახლა ვცდილობ, რომ განვიცადო დღეს და ხვალ ახალი დღე დავიწყო, ასე რომ ძალიან დიდი დოზით და მწარეთ. ვცდილობ, რომ გულთან არაფერი მივიტანო. როცა მლანძღავენ განვიცდი, საკუთარ სახელს და გვარს რომ ვხედავ ხშირად და დიდი დოზით არ მიყვარს ძალიან. ვიღაცები რომ აკვირდებიან ზედმეტად არ მიყვარს. რეალურად ძალიან მორცხვი ვარ და ეს არ მიყვარს. სტერეოტიპი როა ჩემს შესახებ შექმნილი. აი ამას განვიცდი ყველაზე მეტად.
ხო, ეს არის სწორი პასუხი. ყველაზე ხშირად რის დემოლოგი იწევს? ჩემი თავარი პრობლემა არის ის, რომ ახლობლებთან თითქმის არაფერს არ ვმალავ. ეს კარგია? ძალიან ახლობლებთან. როცა კარგად ვარ, ერთი სული მაქვს, ძალიან ახლობლებს მოუყვე. როცა ცუდად ვარ, მაშინაც წამომწდება ხოლმე რაღაცები. ასე რომ ვერ ვიტყვი, რომ რაღაცის დამალვა მიწევს ხოლმე. არ მახსენდება. ყველაზე მშვიდად როდის ხარ? ზღვის ნაპირას. მარტო? ხან მარტო, ხან არა. ზღვის ნაპირას. როგორი ხარ წყობიდან გამოსული? წყობიდან გამოსული ვარ საშიში. ძალიან იშვიათად გამოვდივარ წყობიდან. ძალიან იშვიათად. მაგრამ მაშინ მე ჩემი თავისაც მეშინია ხოლმე, იმიტომ რომ ვლეწავ, ვამსხრევ, ვაზიანებ საკუთარ თავს ამას არ გულისხმობ ფიზიკურ დაზიანებებს ვაყენებ, უბრალოდ ეს რომ დიდხანს გაგრძელდეს, გადაიწვევ. ფეთქებადი ვარ. ძალიან ჯიუტი ვარ. ესე პირდაპირ ყრუ კედელზე რქებით წასვლა ვიცი ხოლმე და წლების წინ ბევრი კოპიც მქონდა ამის გამო, თუმცა მე ვთვლი რომ თუ რამე გამომივიდა ცხოვრებაში, ჩემი სიჯიუტის დამსახურება. ეხლა ახალი რაღაც დავამოღამე, ძალიან ახლო მეგობართან მივდივარ ხოლმე, აი რომ ხვდები რომ ძალიან გავბრაზდი და ესე ხელს კიდევ ხოლმე და ვეუბნებ რომ გეხოცები 5 წუთი დამაკავე, 5 წუთი და აი ესე ვაკეთებ ხან მშველის, ხან არ მშველის. მაგრამ დამანგრეველი მიწისძვრის ეფექტი აღარ აქვს ხოლმე ამას. და შენ თუ შეგიძლია ადამიანი წყობიდან გამოიყვანო? კი, როგორ არა. კი, შემიძლია. ცუდია ეს ძალიან. საქმეში ნაკლებად სხვათა შორის და ძალიან ვანობ. და ბოდიშს ვხდი ყველა მას, ვინც წყობიდან გამომიყვანე. ნარკოტიკი თუ გაგისინჯავს? არასოდეს. არც მსუბუქი ნარკოტიკი? არა, არ მალავ მართლა 90-იანების თინეიჯერი ვარ. ჩემს გარშემო ყველა ეწეოდა და ყველგან იყო მსუბუქიც და არა მსუბუქი ნარკოტიკიც. არასოდეს. არ მჭირდებოდა. იმისთვის რომ კარგ ხასიათზე ყოფილიყო. მიზნისთვის რაზე შეგიძლია წასვლა? მიზნისთვის ბევრ რამეზე შემიძლია წასვლა. ადამიანს არ გადაავაბიჯებ და მიზანი ამართლებს საშუალებას. ჩემი ცხოვრების დევიზი არ არის. პირადი ცხოვრება ხანდახან დამიზარალებია მიზნის გამო. ჩემი მიზნის გამო პროფესიულ მიზნებს გულისხმობ, მაგრამ ამას არ ვნანობ. ხალათი რომელმაც ადამიანურ ურთიერთობებს დაგაფიქრა. შეიძლება ახლა ერთი სულელი ქალის პასუხებით ჟღერდეს ის, რასაც ვიტყვი. მე მინდა მჯეროდეს ასე. შეიძლება არ დამეთანხმოთ. მაგრამ მე მინდა რომ ასე მჯეროდეს, რომ მე ის ქალი ვარ, ვისთვისაც არ უღალატიათ. ხო, მომობენ რომ ასეთი ქალი არ არსებობს. ხო, ალბათ არ არსებობს, მაგრამ მე მინდა მჯეროდეს, რომ ჩემთვის სიყვარულში არ უღალატიათ. მართლა გჯერა თუ თავსაჯერო? ეჭიანი ვარ, მაგრამ ამის მართლა მჯერა. მინდა რომ მჯეროდეს. სტერეოტიპი. სულ ვამსხრევ ამ სტერეოტიპებს და მე ეს ნამსხრევები ხანდახან ძალიან მწარეთ ხდება ხოლმე. ძალიან მაღიზიანებს სტერეოტიპული დამოკიდებულება ჩემს მიმართ. ერთი პერიოდი სულ ცდილობდი ადამიანებისთვის, რომლებსაც რაღაც გარკვეული წარმოდგენები აქვთ ჩემზე და ერთი შტერი რეიტინგისთვის გაგიჟებული და კომპლექსებული რაღაცა ტრადიციებით დათრგუნული ქალი გონიათ მაი ასათიანის მიღმა, სულ ცდილობდი დამემტკიცებინა და მithქო რა ვიცით ხალხო მე ასეთი არ ვარ. და მე მივხვდი რომ ვისაც რა უნდა ის იფიქროს. მაიმუნი. ბატონო? მაიმუნი. შუაში. ვირიშვილი. კერდი. რა? კერდი. არა მაქვს გაკეთებული. ხო 1000 სისულელე და სიბინძურე დაუწერიათ ჩემს. აი რა არ დაუბრალებიათ. ესეც ეთყობა რაღაცა ქალური კომპლექსია. არც ერთ ამ მინაწერს, სტატუს, რაღაც ისაზაგლეს და ტალახს ისე არ გაუღიზიანები ვარ, როგორც ერთ სულელურ ჭორს თემაზე, რომ კერდის ოპერაცია მაქვს გაკეთებული, ნუ მიყურებთ ბატონ წამყვანამ კერძზე. კერდია ჩემი. ვერაფრით ვერ დაგიმტკიცებთ, რომ ჩემია. ანუ არც ვეცადო. პროფილი არ არის ჩემი. მე უფრო გრძელი ცხვირი მქონდა და ამ გრძელი ცხვირის კომპლექსი მქონდა და კურიერში მისვლამდე 24 წლის ვიყავი, სახლიდან გავიპარე, არავის არ უთხარი და დავგეგმე ცხვირის ოპერაცია. კერდი ჩემია, პროფილი ჩემი არ არის. მამაკაცს არ აიმეს შეგწონია? კი, ალბათ, როგორ არა. ვის? თუ შეყვარებულს გულისხმობ, როგორც ხო, ალბათ იყო ასეთი რაღაც, არ მახსენდება. რამდენჯერ გიყვარდა? შეიძლება ერთხელ გვიყვარს ჩვენ. უბრალოდ ამ ერთ სიყვარულს სხვადასხვა ადამიანის სახელი ქვია მთელი ცხოვრების მანძილზე და ერთი სიყვარული სხვადასხვა ადამიანის სახით მოდის მერე ჩვენთან. თუ ასე შევხედავთ, კითხოს თავს არიდებ და რამდენჯერ გიყვარდა? ავარიდებ შეკითხოს თავს. არ დავთვლი. ორი? ერთი არა.
ანუ 2-ზე მეტი. არც 3. ანუ 2. არც 1 და არც 3. 1.5. ნუ ვივაჭრებთ. კარგი. გადავიდეთ მაშინ შემდეგ კითხვაზე. სისულელე. სისულელე ბევრი გამიკეთებია სიყვარულში. და მე ვთვლი რომ სიყვარულში თავი თუ არ დაკარგე და სისულელე არ გააკეთე და ეს ქარტეხილი ერთხელ თავზე თუ არ დაგატყდა, აი იმ სიტყვებას ვერ გრძნობ. თავით დამიკარგავს და გლობალური სისულელეებით მიკეთებია სიყვარულის გამო. იცი როგორი სისულელე? ახალგაზრდობაში შედარებით პატარა რა ხარ, ვერაცნობიერებ. უკვე ასაკში ხვდები, მაია, შენ ახლა სისულელეს აკეთებ. შენ ახლა უფსკროლის პირას დგეხარ. გააზრებული რო გაქრო. ეს არ უნდა გააკეთო და მაინც რო აკეთებ. მაგრამ ეს რო არ იყოს რა აზრი ექნებოდა საერთოდ ყველაფერს. თავით დამიკარგავს, სისრულეებით გამიკეთებია, კისერიც მომიმტრევია, ცოტა ხანი მინანია და მე აღარ მინანია. სიყვარული ეს არის ძალიან მაგარი რაღაცაა. სტიქია, რომელიც უნდა დაგეჯახოს, გაგაგიჟოს, გაგაშტეროს, სისრულეები გაკეთებინოს და არ უნდა წავიდეს. დედამთილი. ფობია. თავისუფლების დაკარგვა. არასდროს არ დავთმობ თავისუფლებას. არასდროს. ეს არის მთავარი ჩემთვის. ხელზეც ეს მაწერი. მარტო ერთი დატო გვაქვს? არა. ერთი ხელზე მაქვს. 3 დატო მაქვს. მესამე? მესამეს ვერ გაჩვენებთ. მესამე არ ჩანს. გასაგები. სულაც არ არის გასაგები. დაახლოებით მივხვდი. ფობია. არა, ვერაფერსაც ვერ მივხვდი ნიკოლას. ფობია. ქათმების მეში. კარიერა თუ პირადი ცხოვრება? ორივე. კარიერა თუ პირადი ცხოვრება? 10 წლის წინ რომ გეკითხათ, გეტყოდით კარიერა. ახლა ორივე. იმისთვის რომ მე კარგად ვიყო და მე ვარ კარგად ორივე. არც ერთს არ დავთმობ ახლა ერთ-ერთის სანაცვლოდ, ხო. კაცი რომელთანაც მთელ ცხოვრებას გაატარებდი? ეგ ძალიან რთული შეკითხვაა. ძალიან გულახდილი ვიქნები და შევძლებ კი ერთ კაცთან მთელი ცხოვრების გატარებას. არ ჩამქოლოთ ძალიან გთხოვთ რა. არ ვიცი. მამაკაცმა და ქალმა. ხო. რამდენი წელი შეიძლება იცხრონ ერთად? მე სიყვარულში 9 წელი გავატარე. პირველი დღიდან ბოლო წამამდე სრულ აღმაფრენაში ვიყავი. ხომ ამბობენ რომ ასეთი განცდა და ასეთი ურთიერთობა მხოლოდ ფილმებშია. მე მქონდა ასეთი სიყვარული. როცა ბოლო დღეც პირველივე სავით მძაფრია უფრო მეტად, მძაფრი უფრო ღრმა და უფრო საინტერესოა. ხო, 8.5 წელი გაგრძელდა ეს ამბავი და არ ვიცი შეიძლება მთელი ცხოვრებაც გაგრძელდეს. და ისე შეიძლება ერთი დღე გაატარო ადამიანთან ერთად და ეს ერთი დღე მოგეჩვენოს თელ სამყაროთ. შეიძლება შეგხვდეს ასეთი ადამიანიც, ასე რომ არ უნდა დათვალო. როცა სიყვარულში თვლი, ეგ უკვე რაღაცა სხვა არის. პირად ცხოვრებაში გაგიმართლა? ძალიან გამიმართლა. იმიტომ რომ მე მქონდა ის რაც ბევრს მხოლოდ კინოში უნახავს. ოღონდ მე მაშინ მეგონა რომ სიყვარული ასეთი იყო და ყველას ასე უყვარდა. გამიმართლა ხო სტერეოტიპია ჩემს შესახებ, რომ მე წარუმატებელი ვარ სიყვარულში, მე არ ვყვირი, როცა კარგად ვარ და ვთვლი რომ სწორია, რომ არ უნდა ვიყვირო, იმიტომ რომ როცა ბედნიერი ხარ, ვიყავი ბედნიერი. იმიტომ რომ როგორც ჩემ ერთი მეგობარი იყო და ბედნიერება ეს არჩევანია და მე ვირჩევ ბედნიერებას. ოღონდ ჩემ ბედნიერებას მილიონი კაცი დასანახად არა. აღარ გათხოვდები? დღეს აბა უკვე გვიანია და ხვალ კი. ცოტა სერიოზულად შევხედოთ. ესეც ჩემი ერთ-ერთი ფობია. არ ვკითხო რატო. თუ დავძლევ ფობიას მივიღებ ამ გადაწყვეტილებას. მე ჩემ თავს ვავნე. ძალიან ვავნე, რომ ეს გადაწყვეტილება არ მივიღე. მამაკაცის ფინანსურ მხარეს მნიშვნელობა აქვს? არა. გულწრფელი ხარ? ძალიან გულწრფელი ვარ. აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ხომ არ არის კარგი პასუხი. ეს ხომ მიამიტი და ქარაფშუტა ქალის პასუხი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ახლაც კი. და 39 წლის ქალი ამ კითხვას ასე არ უნდა პასუხობდეს, მაგრამ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შორდები თუ გშორდებიან? ხან შორდები და ხან შორდებიან. ესეც მტკივნეულია და ისიც. ორივე. ყველაზე საინტერესო ადგილი სადაც სექსი გქონდია? ეს ძალიან უხერხული კითხვაა, ნიკა. შეზელი იყავი? ძალიან მთვრალი არ ყოფილი. ისე დამთვალ ხარ, რომ მეორე დღეს არაფერი გსვამებოდა. დროს ტარება ძალიან მიყვარს. ოღონდ ძალიან ახლობლებთან. დროს ტარება გართობა, სიმღერა, ცეკვა და განცდა, რომ ვაიმე გუშინ ყველაფერი არ მახსოვს, არ მომწონს. თუმცა დამთვალ ვარ კი ისე რომ მეორე დღეს ცოტა რამე არ ახსოვს. კაცი რომელმაც გაწყენინა. უწყენინებიათ, როგორ არა.
არის ეგეთი ქალი, ვისთვისაც კაცსა რო წყენინებია. ხელი თუ დაურტყავ ჩვენთვის. კი. და როგორი რეაქცია ქონდა? არ მინდა იმ დღის გახსენება. პატრულში არ დარეკე? ეხლანდელი მაი ასეთიანი დარეკავდა, მაშინდელი ვერა. ჭორი რომელმაც აგატირა. აბსოლუტური სისულელე იყო, აბსოლუტური სისულელე. და მახსოვს ესე ბიჯექი პროფილის ოთახში და სრულიად არაადეკვატური მოთქმატირილი მქონდა. ოღონდ იმდენად სასაცილო ჭორს ეხებოდა ეს ყველაფერი, რომ ჩემი ყველა თანამშრომელი და ჩემი მეგობრები ისხდნენ ოთახში და იცინოდნენ და ის უფრო მეტად მაგიჟებდა მე რომ მევტიროდი და ისინი იცინოდნენ და ეს გაგრძელდა დაუსრულებლად და მე უკვე იმაზე ვტიროდი რომ ისინი იცინოდნენ, მაგრამ კარგი განტვირთვა გამოვიდა, აბსოლუტური სისულელე. ჭორს არ გეტყვი კონკრეტულად რა იყო? ვიღაც წერდა რომ არა, ვერ ვიტყვი. ტკივნეული თემაა და იმიტომ. შენ ერთ ძალს ისურვებდი? არა. კოშმარია იდეაში, როდესაც შენი შვილის ცოლი არის ამბიციური კურიერის რეპორტიორი. დაღუპვა ეს ამას ყველა კაცი ვერ უძლებს. ძალიან რთულია. იმიტომ რომ ყველა დედას საკუთარი შვილისთვის უნდა თბილი, ტკბილი, მზრუნველი გოგონა და მე მაშინ ტკბილი, მზრუნველი გოგონა ვერ ვიყავი. ახლა ვარ. ასე რომ ჩემნაირ ძალს არ ვისურვებდი. რითი არ გინდა რომ შენი შვილი გავდეს? მე ბევრი კომპლექსი მაქვს, რომლის დაძლევა მომიხდა. მინდა რომ ჩემი შვილი უფრო ლაღი იყოს და ის არის უფრო ლაღი. ჩემმა თაობამ ძალიან ბევრი იბრძოლა იმისთვის, რომ ბევრი სტერეოტიპი აღარ ყოფილიყო, ბევრი ტრადიცია გამქრალიყო. მე მაინც უფრო შეზღუდული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მაგრად ვამუღამებ ცხოვრების იმ წესს, რომელიც მე მაქვს. არავის აზრი არ მაინტერესებს ჩემს შესახებ. ოღონდ რთული იყო ამ კონდიციამდე მისვლა და ჩემი შვილი ჩემზე მაგარი გოგოა, უფრო თავისუფალი. სიდედრე მაი ასათიანი. ვიმუშავებ თემაზე, რომ ძალიან აუტანელი არ ვიყო, ძალიან აუტანელში გულისხმება ის, რომ ვაცნობიერებ, რომ შეიძლება ვიყო აუტანელი და მაქსიმალურად ვეცდები, რომ ჩემ შვილს უკეთესი შეეფერებოდა ეს ვინ არის, რანაირად დადის, როგორ იღიმება და მე ოქროს გოგო მყავს და ეს ბიჭი რას გავს, ასეთი სიდედრი არ ვიყო, მაგრამ ალბათ ძნელი იქნება და ყველაზე მეტად მინდა რომ გავიდეს ჯერ კიდე დრო მინიმუმ 10 წელი და მერე გავხდე სიდედრი. ახსარება. არასდროს არ მithქვამს. ღმერთის წამს. ძალიან წამს. მე ჩემი ღმერთი მყავს, მაგრამ ეკლესიური ცხოვრებით არ ცხოვრობ. ვერ არ ცხოვრობ. დაბერების გეშინია? კი, მე შენ არ გეშინია დაბერების. კითხავს მე ვსვობ. ой, როგორი მკაცრი წამყვანია ბოდიში. დაბერების მეშინია წლების მატებასთან ერთად. დაბერების უფრო არა, უმწეობის მეშინია. ძალიან არ მინდა გავხდე უუნარო და არასაჭირო. როდესაც ყველა ზის და ელოდება როდის მოკვდები. ძალიან მეშინია მდგომარეობის. არ ვიცი რამდენად გამომივა ასე მაგ გადაწყვეტილი. რომ რა წამსაც და ჩემი შვილისთვის მაქვს ეს ნათქვამი არ ვიცი ამას როგორ მიიღებს მე როცა კიდე ერთხელ გავუმეორებ ამ თხოვნას სადღაც 80 წლის მერე თუ რა თქმა უნდა ვიცოცხლე მინდა ესე ხო თავსაფრიანი დედაკაცივით წავიდე და განვერიდო ყველას და მოხუცებულთა თავშესაფარში ვიცხოვრო ჩემნაირებთან მართლა ასე მინდა იმიტომ რომ მე ვთვლი რომ სიკვდილისთვისაც უნდა მოემზადო ეს ხომ გარდაუვალია და თუ გაგიმართლა და შეძელი ეს ძალიან მაგარია და მე მინდა ყველას ვახსოვდე ლაღი საქმიანი ლამაზი და არასაჭირო და უნარო ფსიქოლოგის დახმარება დაგჭირვებია კი როგორ არა ოდესმე შენი საიდუმლო თუ გაუთხოვს ვინმეს გაუთქვამთ რეაქცია ძალიან ძიმეა აი თითქოს ყველაფერი რომ გეყინება შინაგანად ეგეთი განცდა და მე სულ ფრთხილად ხარ. მე არ შემიძლია კომუნიკაციის გარეშე, მე არ შემიძლია არ მოგიყვე თუ ჩემი ახლობელი ხარ რა მტკივა. არ შემიძლია არ გითხრა რომ ძალიან ბედნიერი ვარ. და ძალიან დიდი ხნის მანძილზე, წლების მანძილზე მე მქონდა ამის კომპლექსი დღემდე მაქვს. ცუდია ეს ხო? რულის გამო მეგობარი დაგიკარგავს?
გულის გამო არა, მაგრამ დამიკარგავს. წლებთან ერთად ეს ტკივილიც მოდის და ის ადამიანები, რომელთან ერთადაც იწყებ ცხოვრებას, ნელ-ნელა მიდიან შენი ცხოვრებიდან. ძალიან ახლობელი ადამიანი დამიკარგავს. თითქოს ხელს რომ გაჭრიან, მარჯვენა ხელს რომ გაჭრიან და მე ამ ხელის გარეშე რომ უნდა ისწავლო ცხოვრება დაახლოებით ეგეთი განცდაა და მე წლები გადის და აღმოაჩენ რომ ძალი ხელითაც შეგიძლია სრულფასოვანი ცხოვრება, ვითომ სრულფასოვანი, მაგრამ ის მოჭრილი ხელის ადგილი არ არსებობს. ადრე თუ გვიან თავს გახსენებს და როცა გახსენდება გტკივა. სარკეში რომ მიყურები, რას ხედავ? სარკეში რომ ვიყურები, ჩემი თავი მომწონს. არ დაიწყოთ ახლა რაღაცების ლაპარაკი, თქვენც გისურვებთ, რომ ამ კონდიციამდე მიხვიდეთ, რომ სარკეში რომ ჩაიხედებით, თქვენი თავი მოგწონდეთ. სულ მინდა, მაგრამ ეს შეუძლებელია. ჩემ თავთან მივიდეთ 15 წლის ასაკში, აი ასეთი როგორიც ახლა ვარ. იმ პატარა გოგოს დაველაპარაკო, რომელსაც ძალიან ეშინოდა და ვუთხრა, ნუ გეშინია ასკა, ჩვენ გამოგვივიდა. მინდა რომ დავენახო აი ასეთი როგორიც ვარ. მე მაშინ ერთი გამხდარი შეშინებული გრძელცხვირა 90-იანი წლების გოგო ვიყავი. იმის თუ შეგშინებია, რომ ერთ დღეს შენს პროფესიაში აღარავის დაჭირდება. არ შემშინებია, მე ამაზე ვფიქრობ და ესეც გარდაუვალია. იმიტომ რომ ცას ვერავინ ვერ გამოეკიდება. დრო მიდის, ტელევიზია ვითარდება, ჩვენ ასაკი გვემატება. ჯერ ამაზე ფიქრი ძალიან ადრეა, მაგრამ როცა ეს დღე დადგება, პირველი რასაც გავაკეთებ, წავალ ეკრანიდან და დავრჩები ჩემს საყვარელ საქმეში, ვიქნები ტელეპროდიუსერი და გავაკეთებ იმას, რის იკეთებაც ყველაზე მეტად მიყვარს და ვიმუშავებ კადრს გარეთ ეს დღე აუცილებლად დადგება, ჯერ ადრეა. და მე ნელ-ნელა დავიწყებ საკუთარი თავის შეგუებას, რომ ამ საოცარი სამყაროს გარეშე უნდა ვიცხოვრო. ცხოვრების თავარი იმედგაცრუება. მამაჩემ. რომ არ ყოფილიყო ეს დღე? ირანში რომ არ წავსულიყო. რა მოხდა? მაი ასათიანი გავხდი. ორივე მნიშვნელობით. მამაკაცად რო დაბადებულიყავი? ფიქრშიც კი არ მომივა თავში აზრად, აი ერთი წამითაც კი რომ აი რა იქნება ეხლა რო კაცი იყო, არა. ძალიან საინტერესოა ქალობა, ძალიან საინტერესოა. თუნდაც დღეს რომ სახლიდან გამოდიოდი, ეს წითელი ფეხსაცმელი რომ ჩავიცვი, ისეთ მაგარ ხასიათზე ვიყავი, რომ მოვდიოდი ქვეყანა ჩემი მეგონა. თქვენ კაცებს ეს თვისება და განცდა არ გაქვთ, მე ასე მგონია. მე აი ამითაც кайფობ. მე ამ წითელ ფეხსაცმელს ეს წითელი საყურე რომ შეუხამე, ამანაც ძალიან მაგარ ხასიათზე დამაყენა და მგონია რომ აი ესეთი მუღამები კაცებს არ გაქვთ. დაუკომპლექსები ხარ მამაკაც? კი, როგორ არა. დაუკომპლექსები ვარ. არაერთგზის და სულ ვცდილობ ხოლმე მე გავარკვიო რა არის ამის მიზეზი და როგორც არ უნდა ეცადო რომ არ დაკომპლექსდე, მაინც კომპლექსდები. ახლაც კი აი ამ ასაკში. როცა თავდაჯერებულობა მეტი მაქვს, ვიდრე ვთქვათ 25 წლის ასაკში მქონდა. იქიდან დაწყებული ამას არ გააკეთებ რომ გეუბნებიან, იმით დამთავრებული ზედმეტად თამამად ხომ არ გაცვია და ზედმეტად გამომწევად ხომ არ იქცევი. როგორც წესი, ასეთ ადამიანთან დიდხანს ურთიერთობა არ გრძელდება ხოლმე. მეგობრობა კი. თავი დაგიკარგავს? დამიკარგავს. დიდი ხნით დამიკარგავს. მე მიპოვია. მე ისე დამიკარგავს. ცუდია, როცა თავს სადღაცა აქ ეძებ და მე პოულობ და იდგავ და მე ისე ვკარგავ, მაგრამ თავი თუ არ დაკარგე რა მუღამი აქ ცხოვრებას, მარტო ეს შეიძლება და ეს არ შეიძლება ძალიან მოსაწყენია. თავი დამიკარგავს. მეგობრებიც დამიკარგავს, ახლობლებიც დამიკარგავს, ოჯახის წევრებიც დამიკარგავს, იმის გამო რომ ყველა მეუბნებოდა, მაია შენ არასწორად იქცევი და თავს კარგავ. და მე არ მინანია, იმიტომ რომ ღირს რაღაც წამები ცხოვრებაში, იმათ რომ ყველა შენს წინააღმდეგ იყოს და შენ იყო ბედნიერი, მე მქონია ეს ცხოვრებაში. ჩახუტება. მიყვარს ძალიან ჩახუტება. ძალიან მიყვარს. და ამ შემთხვევაში არ გულისხმობ ქალის და კაცის სიყვარულს, როცა ცოტა ცუდად ვარ ხოლმე, ან ცოტა უხასიათოთ, ან აი რაღაცა ისეთი რთული შეხვედრა მქონდა ხოლმე, მე შემიძლია ძალიან ახლო მეგობართან მივიდე და უთხრა ჩამბეხუტე რა. ანუკა ჟორჟოლიანი, გია ჯაჯანიძე თუ ეკა ყოფერია? რა მოულოდნელი შეკითხვა იყო ნიკოლოს. თავიდან მითხარი? ანუკა ჟორჟოლიანი, გია ჯაჯანიძე თუ ეკა ყოფერია? ჯერ გავიცანი გია ჯაჯანიძე. ეს სადღაც 90-იანების დასაწყისი იყო საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე. მე გავიცანი ნანუკა ჟორჟოლიანი.
უკვე ალიანში. მე ვიყავი 20-ის, ის იყო 18-ის. და ბოლოს ეკა ყოფერია კურიერში იყო ჩემი უფროსი. კითხავთ ყოფილიყარ? კი, ყოფილიყარ სტუდენტობის დროს. გოგოები რომ მიდიან ხოლმე და რომ მაინტერესებთ, აბა რას გვეტყვის მკითხავი. არასდროს არაფერი ისეთი არ უთქვამს, ან რა უნდა მითხრას ისეთი, რაც მე არ ვიცი საკუთარი თავის შესახებ. ჯადო გაუკეთებია ვინმე არა და შეთვის. ჯადო. ამჯერ ეგეთ რაღაცებს. გეზიზღება ვინმე? ზიზღიცოდია. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ესე უნდა ვთქვა. არა. ის ადამიანებიც კი, ვისაც ზუსტად ვიცი, რომ მე ვეზიზღები. არ მაქვს მათ მიმართ ეგეთი განწყობა. ძალიან ბევრი უარყოფითი ენერგეტიკა ზიზღში და ძალიან ცოტა ხანი ვცხოვრობთ იმისთვის, რომ აი ეს უარყოფითი ენერგეტიკა გულში გქონდეს. რაიმე დაავადების შექშინებია? სიმსივნის მეშინია. ძიმე გენეტიკური ფონი მაქვს და მეშინია კი. თვითმკვლელობაზე თუ გიფიქრია? არასოდეს. დღევანდელი ჩვენი ბლიცის შედეგად რეალური მაიასთიანი რამდენი პროცენტია? არ ვიცი, შენ კარგად მიცნობ, ვიყავი ნამდვილი. რაღაცებზე გულწრფელად კი პასუხე. რაღაც კითხვებს თავი ავარიდე და სტანდარტული პასუხები მქონდა, მე მგონი. რამდენიმე კითხვა ძალიან უხერხულად მომეჩვენა და უსიამოვნო განცდა მქონდა და ვცდილობდი რომ თავი დამეძვრინა და ეს შეკითხვები არ ეხებოდა სექსს და რომელი იყო ყველაზე უხერხული? აურიკოს მეკონა რომ იმას ვკითხავდი და რა დაძაბული ვიყავი, იცი? რა შეკითხვები? არ უნდა დაუჯდე მეგობარს ინტერვიუზე. რომელი იყო? ეხლა ხო არ ვიტყვი. არ რომელი უნდა იცი რა ნელია.